ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს თამაზ ნადარეიშვილს 19 ივლისს 70 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სხვადასხვა ღონისძიება მიუძღვნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თამაზ ნადარეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პატივი მიაგეს მის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს საფლავი. თბილისში მდებარე ილურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კი პანაშვიდი გადაიხადეს. მოგვიანებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც გაიხსენეს თამაზ ნადარეიშვილის მოღვაწეობა, მისი დამსახურება და წვლილი აფხაზეთისა და აფხაზეთის პრობლემის აქტუალიზაციის საქმეში. ღონისძიების ფარგლებში თამაზ ნადარეიშვილის დედა ქალბატონი ალექსანდრა შენგელაია და მეუღლე ლელა ყურაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მედლით აქტიური ეროვნული და საზოგადოებრივი პოზიციებისათვის თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრებისეული მრწამსის ფორმირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. პატივი მივაგეთ მის სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრებთან ერთად. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს ადამიანი თავისი აზრით, თავისი მოწოდებით, თავისი დამოკიდებულებით, პოლიტიკური კონცეფციით აფხაზეთისადმი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი დღემდე აქტუალურია. ქონდა ბედნიერება ბატონ თამასთან ახლო ურთიერთობისა, მან არ დაზოგა თავისი თავი სამშობლოს სიყვარულის გამო, იგი არ გაუფრთხილდა თავის ჯანმრთელობას და ბოლომდე იბრძოდა საქართველოს თლიანობისათვის. ასეთი ჯილდო მე არ მოვედოდი ნამდვილად. ვნახე მისი ამხანაგები, მისი თანამშრომლები, ვისთან მუშაობდა ყველაფერი და თამაზი რო არ იყო მათ შორის, რა თქმა უნდა ძნელია. სამაყოა რომ ასე ცემენ პატივს, ასე აფასებენ. ძალიან დიდი მადლობა რომ 20 წლის მერეც ახსოვთ თამაზი. უყვართ. აი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გრძნობ. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სამსახურში, საზოგადოებაში, სამეზობლოში, სამეგობროში, თამაზისადმი სიყვარულს, პატივისცემას. ეს არის საოცრება. ამდენი წლის მერეც რომ ადამიანი უყვარდეთ.